ახალი წლის ღამე ის დროა, როდესაც ადამიანები მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან ბუნებრივი ამის შესახებ ნაწილობრივ ვისაუბრებთ. ამ ღამეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ დეტალს. ბევრს ყოველ შემთხვევაში ჯერა რომ რასაც ახალი წლის ღამეს ჩაიცვამ, ან რა სამკაულსაც გაიკეთებ, ეს განსაზღვრავს მთელი წლის იღბალს. მე ამ ყველაფერს ვარჩე გუნება განწყობილება ყოველ შემთხვევაში და ასევე წარმატებას ასაკვირველია. ახლა გვინდა შემოგთავაზოთ ჩვენი ჟურნალისტის ნინა ოთარაშვილის სიუჟეტი, სადაც ის მოგვიყვება რა ფერის სამოსით და როგორი სამკაულით უნდა შევხვდეთ 2025 წელს. ახალი წლის ღამე ეს ის ჯადოსნური დროა, როდესაც ყველა განსაკუთრებულად ემზადება. ადამიანები ყოველ წელს სწორედ ამ გამორჩეული წამებისთვის ემზადებიან. ამ ღამეს თითოეულ დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ადამიანების ნაწილს ჯერა რომ ამ დღეს ფერები და სამკაულები მთელი წლის იღბალსა და წარმატებას განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ სახლის მორთვასთან ერთად ტანის სამოსსა და აქსესუარებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ცნობილი ამერიკული გამოცემა Vogue გვატყობინებს, რომ 2025 წლის შესახვედრად უცხოელი მოდის კრიტიკოსები და ბლოგერები ტანსაცმლის შერჩევისას სამ მთავარ ფერს გვირჩევენ. ესენია ზურმუხტისფერი მწვანე, სამეფო ლურჯი და მუქი შინდისფერი. წელს ასევე აქტუალურია მეტალის დეტალები და ცხოველის პრინტის ტანისამოსი. მარიამ პუხალაშვილი 31 დეკემბრისათვის ყოველ წელს განსაკუთრებულად ემზადება. ახალი წლის ღამისათვის სამოს საგულდაგულოდ არჩევს და მომავალი წლის მოდურ ტენდენციებს ყოველთვის ითვალისწინებს. რომელი ფერებია ტრენდული და რა სტილის სამოსით ჯობია 2025 წელს რომ შევხვდეთ. რჩევებს ჩვენს მაყურებელსაც უზიარებს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე არის ახალი წელი, ახლის დასაწყისი და შესაბამისად ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩაცმულობას. ჩემთვის პრიორიტეტი არის რომ ახალ წელს გამოვიყურებოდე. განსაკუთრებულად, როგორც ვიცით, 2025 წლის ფერად დასახელდა ყავისფერი ფერი, თუმცა ბურგუნდისფერი რა თქმა უნდა არ კარგავს აქტუალურობას. განსაკუთრებული ტრადიცია მაქვს ახალი წლის შესახვედრად, ყოველთვის მაცვია ახალი სამოსი. წელსაც არ ვარღვევ ამ ტრადიციას სპეციალურად ახალი წლის ღამისთვის შევიძინე აი ესეთი ჭყვიალა კაბა. ასტროლოგებიც გვირჩევენ ქვიშის ნაცვის ფერს, გვაძლევენ რეკომენდაციას და ვფიქრობ საკმაოდ ელეგანტური და ლამაზი იქნება ახალი წლის ღამეს. რაც შეეხება ფორმებს, ანუ სამოსის სტილს, არ არის ესე განსაზღვრული, თუმცა წლევანდელი სტილი ნამდვილად გამოირჩევა, დარჩა ტრენდად ოვერსაიზი, მაგრამ უფრო მეტად ქალური და ნაზი სილუეტებით. აუცილებლად უნდა გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ სამოსთან ერთად აუცილებელია საახალწლო განწყობა. ერთ რჩევას მივცემ მაყურებელს, ჩაიცვას სამოსი, რომელშიც ყველაზე ლამაზად, ჰარმონიულად და კომფორტულად იქცნობს თავს. ტანსაცმლის შემდეგ საინტერესოა, როგორი აქსესუარები უნდა გვეკეთოს ახალი წლის ღამეს. ჩინური კალენდრის მიხედვით 2025 წელი მწვანე ხის გველის წელია, რომელმა მინერალურმა ქვებმა უნდა დაამშვენოს ჩვენი სამოსი. ამის გასაგებად ნინას სუსლოვას ვესტუმრეთ. ზოგადად გველს მოსწონს ყველაფერი დახვეწილი. არ უნდა იყოს ზედმეტად გადაჭარბებული, თუმცა წელს ოქრო უფრო მისაღები არის, ვიდრე ვერცხლის. შესაბამისად, შეგვიძლია რომ უფრო მეტი უპირატესობა მივანიჭოთ ოქროს სამკაულებს. პირველი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალი ეს არის შავი ტურმალინი. მოქმედებს იმაზე, რომ ჩვენი ენერგია იყოს დაცული. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დამცავია. შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც აქსესუარად, ანუ სამკაულად, ასევე ძალიან კარგი არის სახლში. ასევე არის ძალიან საინტერესო მინერალი ტოპაზი, რომელიც დაეხმარება მათ, ვისაც ჭირდება სწორი გადაწყვეტილების მიღება. მათ, ვისაც ფინანსები სურთ, ციტრინი, დაგვეხმარება იმაში, რომ ფინანსური ენერგია მარტივად შემოდინდეს და კიდევ ორი ძალიან მნიშვნელოვანი მინერალი, რომელიც წელს იქნება აქტუალური, ეს არის ზურმუხტი და ლალი. ზურმუხტი დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენი სურვილები, ჩვენი მიზნები, ის რაც რეალურად გვინდა, გსურს რომ გამოვიდეს, მივაღწიოთ, დაგვეხმარება იმაში, რომ შევდგეთ, სწორად განვითარდეთ და აი ამ წელს კარგად ავუწყოთ ფეხი უშუალოდ განვითარების კუთხით. და კიდევ არ შემიძლია არ თქვა ლალი, რომელიც ამ შემთხვევაში როგორც გააძლიერებს ენერგიას, ჯანმრთელობის ენერგიას, ასევე მათ, ვისაც მეორე ნახევარი სურს და ვისაც უნდა რომ მეორე ნახევარი მოისდოს, ძალიან კარგად დაეხმარება სწორი ადამიანის პოვნაში. არის კიდევ ორი მინერალი, ამეთვისტო და სერპანტინი,
ჰორმონი, ამათთვის ტომათვისაც სიმშვიდე, ჰარმონია ჭირდება, ვისაც მაგალითად რაღაც არეული ცხოვრება აქვს და ჭირდება რომ აი რაღაც დაალაგოს, დააბალანსოს, ჰარმონია შექმნას. კიდევ ერთი საინტერესო მინერალი არის სერპანტინი, რომელიც შეფერილობით ძალიან გავს ხველს. ნებისმიერ თვისებას, რომელიც გააჩნია, არა მხოლოდ მაგალითად ფინანსური წარმატება, ან ჯანმრთელობა, ან დაცვა, ყველაფრის მოცემა შეუძლია, მთავარია რომ მიგიღოს და კეთილად განეწყოს შენს მიმართ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ფერები, როგორ შევხვდებით ახალ წელს. ყველაზე დადებითი ფერები ამ შემთხვევაში იქნება მწვანე, ზურმუხტის ფერი, ასევე ლურჯი, ოქროსფერი, თეთრი და იისფერი. ხის ნებისმიერი აქსესუარი ან ატრიბუტიკა ძალიან მისაღებია, ესეც დააბალანსებს და შემოიტანს იმ დადებით ენერგიებს, რომლებიც გვჭირდება რომ მქონდეს 2025 წლის განმავლობაში. 2025 წლის შესახვედრად კი სულ რამდენიმე საათი რჩება. ტანსაცმლისა და აქსესუარების შერჩევასთან ერთად მთავარია გვჯეროდეს, რომ წლის ეს დრო განსაკუთრებულია და რაც გულით გვსურს, აუცილებლად ახდება.